გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. დღეს სრულიად განსხვავებული სათაურით გვაქვს ჩვენ გადაცემა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თან გადაცემაში ვთხოვე რომ ერთად ყოფილიყავით და გვესაუბრა ერთმანეთში ამ საკითხში ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ პიროვნებას ბატონ ალექსანდრე ჩვენ მეგობრობაში მას საშას ვეძახით ალექსანდრე რუსეცკის პიროვნებას რომელიც ძალიან გაცნობიერებულია დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში იცის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასეთ სათაური ბოლო პერიოდის ქმედებებმა რომელთა თაობაზეც ვაპირებთ რომ ვისაუბროთ და ეს არის როგორც ხელისუფლებაში ასევე ოპოზიციაში. მე ვთვლი რომ რაღაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში განვიხილოთ ის წერილი რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაუგზავნა ამერიკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში განვიხილოთ ის რასაც როგორადაც მოქმედებს დღეს ოპოზიცია. ჩვენ არავის არ გავжит, უბრალოდ მოსაზრებებს ვაღალიბებთ, როგორი ჯობს ქვეყნისთვის, რომ ასე გაგზელება შეუძლებელია. ქვეყანაში ჩვენ მასთან ერთად ჩამოყალიბდა სწორედ ისა რომ პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად, კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. ესაა დღეს პოლიტიკოსობა და ესაა დღეს პოლიტიკური კულტურა, რომ კრიზისი კი არ გააღრმავო, არამედ კრიზისი აქციო შესაძლებლობად, პრობლემა აქციო შესაძლებლობად. ჩვენ ყოველდღე ვქმნით ახალ პრობლემებს და ვერც ერთი პრობლემა ვერ ვაქციეთ შესაძლებლობად. და ეს არის ძალიან ცუდი რამ. რა ვიცი ბატონო საშა მოგმართავ პატივისცემით ვთქვი რომ ასეთი გადაცემის დროს სწორედ თქვენნაირ პიროვნებასთან საუბარი იქნებოდა ძალიან კარგი. ჯერ ერთი რომ გაქვთ თქვენ ეს განწყობა რომელიც ქართული განწყობა, გაქვთ ევროპული განწყობა, იცით დასავლური განწყობა, არ ხართ მტერი არ ჩინეთის, არც ირანის, არც რუსეთის, ყველასთან ურთიერთობის მომხრე ხართ, მაგრამ რაღაც პასუხისმგებლობა ალბათ გაგვაჩნია, ხომ? აი როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ მდგომარეობაში. მე ვფიქრობ რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ბევრვინმე ჩვენთვის არცალია, ამ დროს ჩვენ მართლა შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად. დავიწყოთ საუბარი, თქვენ როგორ ხედავთ და მე უკვე რაღაც ალბათ გამოჩნდება. პირველ რიგში ბატონო თემურ თქვენ და მაყურებლებს გილოცავთ თამარობას, გუში წინ იყო ეს დიდი დღესასწაული. რატო ვიწყებ მე მაგით? იმიტომ რომ უშუალოდ ქართული პოლიტიკური კულტურა თავისთავად ეს არ არის პოსტსაბჭოთა ან საბჭოთა საქართველოსი, მათ ათასობით წლის კულტურა არის და ესე იგი იმისთვის რომ ჩვენ განსაზღვროთ რაღაცა კონკრეტული პოლიტიკოსების ქცევა შევაფასოთ, გვაქვს იმის საშუალება და საფუძველი რომ შედარებითი ანალიზი გამოვიყენოთ, ხო ამისთვის? კარგი შესაძლებელი. ბევრი უშუალოდ ჩვენი პოლიტიკოსი, დიდი მეფე ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და სიტუაციაში იქცეოდა ისე რომ ცდილობდა რომ ქვეყნისთვის არევნოდა, აქედან გამომდინარე თუ გამოსდიოდა ურთულესი ეს ყველა ვერ მოახერხა მეფეებშიც ეს ამბავი ვიცით თქვენ, მაგრამ ეს კულტურა პოლიტიკური თუ ჩვენ არ გავიაზრეთ და ცოდნა საკუთარი ისტორიის თუ არ კარგად არ გავიაზრეთ რომ ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლილა რა. ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს ბრძოლა და აი ამ უშუალოდ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ობიექტისთვის, რაც არის კავკასია, სამხრეთ კავკასია, ესე იგი შავი ზღვა, კასპიის ბასეინი, ხო, მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ბრძოლა. ვინ აღარ იყო ახლა აქ და ვიც არა აქ ხელები ჩაყოფილი უშუალოდ აი ამ რეგიონის პოლიტიკაში, ხო? ვიც არსებობდა ფაქტობრივად ძლიერი მოთამაშე ყველას, ხო? მიუხედავად ამისა, ხო საქართველოს როგორც ერს გააჩნია თავისი უშუალოდ იმუნიტეტი. ეს არამაში არაფერი ცუდი არ არის, რომ ყველას აქვს სურვილი რომ თქვათ რაღაცა თავის გავლენა გქონდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი
მდგომარეობა და ჩვენი ადგილი. როდესაც ეს ვიღაცა ერთი არ არის და ორი არ არის და ეს მათ შორის ბრძოლები არის, ხო? პოლიტიკური იმუნიტეტი უნდა გქონდეს ჩვენ კულტურა პოლიტიკური იმუნიტეტის, რომ ესე იგი აი დავიცვათ და არის ეს კულტურაც არის, იმიტომ რომ არ არსებობს ეს კულტურა დღემდე უშუალოდ ქვეყანა არ არსებობდა, ხო? ეხლა გადავიდეთ საერთაშორისო თვალსაზრისით, დღეს არის 16 უშუალოდ მაისი და არის გაეროს მიერ აღიარებული საერთაშორისო დღე მშვიდობიანი ურთიერთთანაარსებობის საერთაშორისო დღე არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ აღვნიშნოთ, იმიტომ რომ არ მხოლოდ წარსული, არამედ რეალობასაც უნდა შევხედოთ თვალებში და იმ წესრიგს, რა წესრიგით ასე თუ ისე საერთაშორისო არენაზე არსებობს და რაღაც საყრდენები უნდა ვეძებოთ. ხო, ესე იგი. ესე იგი, ეს თანაარსებობის, პოლიტიკური თანაარსებობის პრობლემატიკა პირდაპირ ჯდება იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც თქვენი გადაცემის სახელწოდებაში ჩადეთ, ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხო? ვინც არ უნდა იყვნენ აქტორები, მოქმედი პირები, ორგანიზაციები, აი ამ პოლიტიკური პროცესების, შიდა ეროვნულ დონეზე იქნება ეს თუ საერთაშორისო დონეზე იქნება, ბუნებრივია ყველას უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა რომ ქონდეს ვიღაცას, ხო? შესაბამისად უნდა არსებობდეს მექანიზმი ამ პასუხისმგებლობის შეფასების, რა. ხო, თუ დაუშვათ არ მოიქცა ისე რომ აი ამისთვის ზუსტად არსებობს მედია, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების კულტურა, რომელიც ჩვენ ვერ გავიაზრებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ თქვათ ის, რასაც დღეს ატირაჟირებენ, რომ ესე იგი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის ურჩხული, ეს არის ფაქტობრივად რაღაცა ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და ასე შემდეგ. ხო, არის გარკვეული სეგმენტი, არც ერთი სექტორი ეკონომიკის, ხო, არც არასამთავრობო, არც ბიზნესი, არც პოლიტიკური პარტიები ამისგან დაცული არ არის, ესე ვთქვათ, ყველგან შეიძლება იყვნენ აგენტებიც და ისიც და ისიც, ხო, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების კულტურა, ხო, თუ არ არსებობს, ხო, ვერავითარ სოციალურ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. იმიტომ შეფასებელი არ ეყოლება, ხო? და ჩვენ მივდივართ უკვე ფაქტობრივად ისეთი ტიპის საზოგადოებამდე, პრეფეოდალური ტიპის საზოგადოებამდე, როდესაც კონცეპტუალურად ესე იგი მოქალაქეები კი აღარ გჭირდება ქვეყანას, არამედ ესე იგი ჭირდება მუშა ხელი. და ეს კარგად აისახება დღევანდელ ჩვენ რეალობაში, რომ მოქალაქეები აქედან მიდიან და მთელი ერი გადაიქცა ლეგიონერებად, წარმატებულ ლეგიონერებად, მაგრამ ლეგიონერებად, ხო? და ესე იგი აქ შემოდის უშუალოდ სხვა სოციუმი, ხო? ესე იგი ჩვენთვის ეს პოლიტიკა არ უნდა იყოს რა ნორმალური და მისაღები. რაღაც და ისეთ შუალედზე უნდა გავიდეთ, რომ გავითვალისწინოთ გეოპოლიტიკური რეალობები, გავითვალისწინოთ იმას, რომ თანავე არსებობთ, ესე იგი შეიძლება ერთ და იგივე ოჯახის წევრი იყოს, ერთი პარტიის წევრი და მეორე პარტიის წევრი, ხო? სამოქალაქო დაპირისპირება და მით უმეტეს სამოქალაქო ომი, ხო, ფაქტობრივად დამღუპველი ქვეყნისთვის. ხო, როდესაც ესე იგი ჩვენ ეს დღის წესრიგში ამ საკითხს ვაყენებთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ხო? შეეხება ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიციას, ისე უშუალოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ხო, უდაოდ, რომ ესე იგი უნდა შეამცირონ თავისი ამბიციები. და შეამცირონ თავისი ამბიციები. არ შეიძლება რომ ესე იგი ამ პარტავნების სიმხელა დონე ქონდეთ, რომ ესე იგი ყველაფერში თuliდნენ თავს მართლად რა, ხო? ყველას გააჩნია ესე იგი თავისი პრობლემები, ყველას გააჩნია თავისი შეცდომები, მაგრამ თუ არ იარსებობს სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა და მექანიზმები, ხო? აი სამოქალაქო საზოგადოება რა უნდა მოთხოვს. სამოქალაქო საზოგადოება ერთ მხარეს ან მეორე მხარეს კი უნდა გემოდეს და მესამე არამედ უნდა იყოს ფაქტობრივად აი ამ კომუნიკაციის ხელშემწყობი. აი ეს არის უნიშნულოვანესი. მედია უნდა იყოს აი კომუნიკაციის ხელშემწყობი. ჩვენ კომუნიკაციას დღეს ვერ ხედავთ. ყველანი ესე იგი იზოლირდება და ეს პოლიტიკური სეპარატიზმი. ჩემთვის მნიშვნელობა რა მნიშვნელობა აქვს როგორც მოქალაქეს ეს პოლიტიკური სეპარატიზმი ეთნიკური ხასიათის არის, რელიგიური ხასიათის არის თუ იდეოლოგიური აგერ ხასიათის არის, ხო? სეპარატიზმი არის სეპარატიზმი და ეს არის დამანგრეველი ფაქტობრივად ქვეყნის ეროვნული უშიშროების პოლიტიკისთვის, ხო? შესაბამისად, თუ ამ შემთხვევაში მეცნიერებამ და პოლიტიკურმა მეცნიერებამ სხვადასხვა 16 მაისს 2 წლის წინ დაარსდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი აკადემია, რა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში დარგობრივი აკადემია
ესე ვთქვათ, ყველა ქვეყანაშიც არ არსებობს, ესე იგი, მაგრამ კონცენტრაცია მოხდა, ესე იგი, მეცნიერების და ბატონი ვაჟაშვილიძე ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი. ესე იგი, შესაბამისად, აი ეს უნდა მოხდეს შეფასება პოლიტიკური დიაგნოზი, რომ დავუშვათ ბატონო და მე კონკრეტული შევთავაზოთ ახლა ამ ადამიანებს რაღაც გამოსავლის გზები რა, მაგალითად რა გვიჭირსო, ესე იგი, ჩვენ ასე ვთქვათ, გამოვთქვათ აზრი მის თაობაზე, რომ რახან ამ არჩევნების თემაზეა და ლეგიტიმაციის თემაზეა და ასე შემდეგ, ხო? შევჯერდეთ რაღაცაით, ახლა მაგალითად ოქტომბრის მომავალი მუნიციპალური არჩევნები 1-2 თვით გადავწიოთ კიდე იქ-იქკენ, მაგალითად დეკემბრისკენ, ნოემბრის ბოლოსკენ, დეკემბრისკენ გადავწიოთ ეს არჩევნები და საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩავატაროთ. ხო? ესე იგი, რომ იმისთვის იმხელა პროცენტი არის ოპოზიციად განწყობილი, ხო, რომ სრულ ლეგიტიმაციას და ნორმალურ ლეგიტიმაციას დღევანდელი პოლიტიკური ფაქტობრივად სისტემა, პოლიტიკური რეჟიმი ვერ მიაღწევს რა. გზა არის ერთადერთი, რომ სრულიად ნულზე დაიყვანო და გაანადგურო ფაქტობრივად შენი პოლიტიკური ოპონენტი. ამის საშუალებასაც მათ არ მისცემენ, ესე იგი, საერთაშორისო საზოგადოება. იმიტომ რომ ვიცით კარგად, რომ ესე იგი ძალთა გლობალურ ძალთა ბალანსზე არის დამოკიდებული ყველაფერი. დღეს პროცესები მიმდინარეობს აი ამ ტრაექტორიით. მაინსტრიმი არის ეგეთი, ხო, ფაქტობრივად კონსერვატიული ძალების თქვათ აღლომი არის დღეს ევროპაში და შესაბამისად ეს პროცესი არ დამთავრებულა, ეს გრძელდება ეს პროცესი, ხო? მაგრამ შესაძლებელია რომ ხვალ იყოს ლიბერალური რევანში, ხო? სად არის საქართველო ახლა ჩვენ უნდა მთელი ჩვენი ქვეყანა ამათ იმას გადავაყოლოთ, ხო? ამიტომ ახლა ნახეთ რა არის ზუსტად იქითკენ მივდივართ, რადგან თქვენ მზადებთ, ესე იგი კრიზისიდან უნდა გამარჯვებას მივახციოთ. გლობალურ კონტექსტისთვის და არა მხოლოდ საქართველოს. რა თქმა უნდა. ხო? რა არის ეს გამარჯვება და რა არის ეს? ჩვენ საქართველოს ქართველებმა უნდა ვაჩვენოთ მაგალითი სხვებს. აი რა არის? აი ამ გლობალური კრიზისიდან, რომელიც ყოველივე ქვეყანაში არის დღეს, ეს დაპირისპირება, ესე იგი, ეს კონსერვატიული და მაგრამ ამით კი არ უნდა გაამართლოს შენ ქვეყანაში. გლობალური კრიზისი რო არის გარეთ, ამით ამართლებენ ქვეყანაში იმას რაც ხდება, ეს დანაშაულია ეს. ხო. როგორ შეიძლება ამის გამართლება? ეხლა ჩვენ თუ ამას მივეცით შეფასება და ვაძლევთ, ხო, რომ ეს გლობალურია ეს კრიზისი, შესაბამისად, სადღაც პოზიტიური პრეცედენტი უნდა შეიქმნას. ეგ არის მთავარია. და რატო არა საქართველოში და რატო რომელიმე სხვა ქვეყანაში? ბატონო. ჩვენ გვაქვს გარდა პოლიტიკური აი ამ იმუნიტეტის, რასაც ვლაპარაკობთ, ესე იგი, გენეტიკური, პოლიტიკური იმუნიტეტი იგულისხმება ამ შემთხვევაში. და რა ცალკეული პოლიტიკოსის იმუნიტეტი რო არ შეგოშოს, ხო, ესე იგი, ჩვენ გარდა ამისა გვაქვს გამოცდილების რაღაც უნიკალური ესეთი მექანიზმები, რაც არის ლიდერობის თვისება. ლიდერობის, რომ აი გვინდა რომ ბევრ რაღაცაში ვიყოთ პირველები და ვართ კიდეც რა. ვიყოთ პირველები ამ სამშვიდობო რეალური სამშვიდობო პოლიტიკის, არა კვაზი სამშვიდობო პოლიტიკის, ვითომ სამშვიდობო პოლიტიკის. არამედ რეალური სამშვიდობო პოლიტიკის მედროშეები ვიყოთ საერთაშორისო არენაზე. ვაჩვენოთ კლასი. დაუთმოთ ერთმანეთს. ვის ყავს ისეთი, ესე ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია, ესე იგი, გვერდით, როგორც ესე იგი საქართველოს, ხო? არ დაუჭერს საქართველოს ეკლესია აი ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ოღონდ ლექსიკა, ხო, უნდა დაფერთხონ რა. არ უნდა მიეყენონ ის შეურაცხყოფები, რაც აყენებენ, ესე იგი, ეხლა აგენტობის კანონები და რაღაცები რომ მიიღეს, არა მიიღებდეთ, ოპოზიცია სხვა აყენებდა შეურაცხყოფებს რა, იმისი აგენტები ხართ, ამისი აგენტი და ასე, ხო? არ შეიძლება ასეთი უშუალოდ ხულიგესა პოლიტიკური ხულიგნობა რა. ეს პოლიტიკური უკულტურობა არის რა. გიდ ლიბერალი ყავ და გიდ კონსერვატორი ყავ, ჩემთვის სულ ერთი არის ეს, ვიხარ შენ, მაგრამ ელემენტარულად საუბარი, ხო, უნდა იყოს ადამიანური. რაღაც ჩარჩოშიო ჯდებოდეს კულტურის ჩარჩოში, ხო? არ შეიძლება რომ ჩვენ დავიდეთ ესე იგი ამ ხულიგნობის დონეზე, ესე იგი მთელი ქვეყანა რა. გადმოდის ეს ხულიგნობა მე რა, თქვენ ნახეთ რომ როგორც კი პარლამენტში გინება გახდა, საზოგადოებაში გადმოვიდა უცბად. და ეგ ისე უბრალოდ ადამიანები ერთმანეთთან ლაპარაკის დროს ისეთი ტერმინოლოგიით მიმართავენ ერთმანეთს, ეს არ არის ქართული, არ არის ეგ საქართველოსთან დაკავშირებული და რას თქვენ ბრძანეთ? აი ის რაზე ჩვენ ადრე ვისაუბრია ბატონ საშა, რომ საქართველოს არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი. საქართველოს უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედების ადგილი.
ხო შეიძლება რომ შენი ქვეყანა მუდმივად აქციო იმათ რომ ორი ქვეყნის ან თუ ორი მხარის თუ რაღაც იმის ჯიჯგნა მედიოდეს ქვეყანაში და ამით ამართლებდე ხან ერთ მხარეს იყო ხან მეორე მხარეს. მე ვნახე ადამიანები რომლებიც ამერიკას გაიძახოდნენ დღეს პრაქტიკულად რუსეთს გაიძახიან. და უბრალოდ ხალხმა ახლა უფრო მეტად ჩვენ ვიცით ეს ადამიანები და ვნახეთ რამდენი ყოფილა თქვათ რომ ეკერა პირზე დასავლეთი და რამდენი ყოფილა ანტიდასავლური და რამდენი ყოფილა აბსოლუტურად არასწორია როგორადაც მიდის კრიტიკა და თუნდაც ეს არ არის დასავლეთი ვიღაცას წარმოუდგენია რომ ეს არის ლიბერალური ღირებულებები თქვათ ან ვიღაცას წარმოუდგენია ვინც ლიბერალური ღირებულებების მოწინააღმდეგეა ის დასავლეთს ასახელებს ვითომ ეს არის დასავლეთი არის ლიბერალური ღირებულებების ან ვიდრე ვისაც კონსერვატორული აქვს ის კიდე პირიქით რა საქართველოს დასავლეთი არის ისიც და ისიც მაგრამ პრეზიდენტი რომ მივიდა ტრამპი ან კიდე ნებისმიერი რომელიც მიდის ქვეყანაში არ ამბობს რომ მე იმათი პრეზიდენტი ვარ ვინც თქვენ ამირჩიეთო ის ამბობს რომ მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარო საქართველოში რეალურად პოლიტიკური ძალა არის რომელიც ამბობს რომ ჩვენ გვყავს ჩვენი მხარდამჭერები ვითომ დანარჩენები ვინც არ უჭერენ მხარს ისინი ამ საქართველოს მოქალაქეები არ არიან არ შეიძლება რომ ქვეყანაში დაპირისპირება ეს დოზა თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ იმას რომ სეპარატიზმი ნებისმიერ სფეროში შეიძლება გამოვლინდეს როგორც ვთქვათ რელიგიური სეპარატიზმი იყოს ეროვნული სეპარატიზმი ეხლა ეგ არის პოლიტიკური პარტიული რაღაც წარმოუდგენელი სეპარატიზმი აი როდესაც ვთქვათ მონოპოლიზაციას ეწევი რაღაცის და ხალხს ატყუებ რასაც ტელევიზიები დღეს აკეთებენ ბატონო საშა ეს არის აი კატასტროფა ამ ქვეყნის წინააღმდეგ და მიმართული და უბრალოდ მახსენდება მერა ბერძენიშვილი რომელიც ამბობდა რომ უბედურება ან სახელმწიფო ტელევიზია ან ოპოზიციური ტელევიზია უნდა იყოს მართალიო სად არის დღეს ჩართავ იმედს იმის საწინააღმდეგო სიტყვის მეორე ტელევიზია ჩართავ იმას იმის საწინააღმდეგოს ამბობს იმედი ამ ჟურნალისტებს მაინც რა დაემართათ როგორ გაიყიდა ყველა და სად აღმოჩნდნენ ესენი როგორ შეიძლება რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩაახენა მე არ ვიცი თქვენ ხარ თუ არა კურსში უბრალოდ მე იმ წელზე ალბათ ჩვენ უფრო იმათ ვისაუბრებთ ბევრიმე გვიყურებს და ალბათ კიდევ უფრო მეტი შემოგვიერთება მაგრამ დღეს მე გაუცემული ვარ რომ მოვისმინე გამომიგზავნეს ერთ-ერთი პოლიტიკოსი რომელიც საკრებულოში ამბობს რომ მე მხოლოდ იმ ადამიანების დაუჭერ მხარს რომლებიც ფულს ჩამერიცხავენო მე მხოლოდ იმ ადამიანებს დაუჭერ მხარსო რომლებმაც ხმა მომცესო და ამას დაასაბუთებენო წარმოგიდგენია რომ საკრებულოში მიდიხარ და ანგრევს საერთოდ პოლიტიკას ქვეყნის რომ შენ ლაპარაკობ იმას რომ მე ვინც მომეცით ხმა და მე მოგეხმარებითო ბიზნესთანაც ჩავაწყობ საქმეებსო პოლიტიკურ გამაში წავალო თქვენო სახლის მშენებლობის ის გინდათო პროგრამები მოგასპენინებთ მე გაუცემული დარჩებით მე მოგეხმარებითო თქვენო ჯერ ვინ ეკითხება ან დეპუტატს რა შვაშია სახლის მშენებლობის გეგმა ესე იგი სრულად გადაბრუნებულია საქართველოში იმის თაობაზე რომ რა ევალება დეპუტატს რა ევალება საკრებულოს წევრს ამათ გონიათ რომ სოფელში გზის გაყვანა ევალებათ ან თქვათ იმისი სახლის გადახურვა ან შეღებვა და ეს გონიათ მთავარი და თქვენო ვისაც გიჭირთო მე მხოლოდ იმათ მოგეხმარებითო მე წევრი რო ვარო დეპუტატი რო ვარ მხოლოდ იმათ მოგეხმარებითო ვინც ხმა მომეცითო ეს არის უკვე აი უბსკრული ისეთი რომელი უბსკრულიდანაც თუ მაგრად არ დადგა მეცნიერება მაგრად არ დადგა ინტელიგენცია ამ ქვეყანას ვეღარ ამოვიყვეთ აი როგორ ფიქრობთ თქვენ შეიძლება რომ დეპუტატი ტაძარი ააშენა და ამის გამო დეპუტატად ამირჩიეო გზა გაიყვანა და ამის გამო კანონებია ქვეყანაში მისაღები ისეთი რომ ნიჭის ძალაუფლება იყოს კონკურენტული გარემო იყოს ესაა ვინც თქვათ პარლამენტზე ფიქრობს რომ ხელისუფლებას აქვს ორი ფუნქცია რომ ქვეყანაში იყოს კონკურენტული გარემო და ადამიანი იყოს დაცული ქვეყანაში არ არის კონკურენტული გარემო არის ესე იგი კორუფცია ნეპოტიზმი და ქვეყანაში არ არის დაცული ადამიანი ვინ პარლამენტში მიდის იმიტომ რომ შეინარჩუნოს თავისი ქონება ან მოიპოვოს უფრო მეტი და მშენებლობა წავიდა გახდა დღეს მშენებლობა გახდა საქართველოს უბედურება იმიტომ რომ დეპუტატებს ეუბნებიან დახარჯე შენი ფული რომ მოხვალ აგაშენებინებ რამდენიმე სახლს და $300 იჯდება $400 კვადრატული მეტრი გაყიდე მე 3-4000 დოლარად და ვიყიდულობს ამას ყიდულობენ უცხოელები მოდიან ისაც ჩვენ თქვით ქართველები ტოვებენ ისინი მოდიან მტრისაც რომ ამერიკამ რაღაც გააკეთოს ირანის მიმართ რომ შეიძლება საქართველოს ერთ დღეს ირანი გახდეს
აღარ ვლაპარაკობ იმ 17 სახელმწიფოს, რომელსაც გზა გაუხსნეს. რა ვიცი, იქნებ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, აი რაღაც გავცვალოთ ერთმანეთში მოსაზრებებიდან, ვინც გამოყვება ამაზროვნებაში, ან ჩვენ მიმართავთ ყველას და ვეუბნებით, რომ ვინც არ იზიარებთ ამ ხედვას ან რაღაცა, ნებისმიერ ეხლაც შეგიძლიათ მოხვიდეთ ტელევიზიაში სოდნე დადიანის 26 კიდე ერთ ნახევარი საათი 40 წუთი ვიქნებით თუ არა და ყოველ სამუშაო დღეს ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 4-დან 6 საათამდე მოდით და გავგიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და თქვენ საწინააღმდეგო ან თქვა რაღაც შეკითხვა დასვით და მიიღებთ პასუხს. ბრძანებთ ბატონსაშა. ხო, ნუ ახლა გავაგრძელოთ ეს საკითხი თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. კი ბატონო, ეგ არის ხომ თავარი რომ ახლა თქვენ ხო ეთანხმებით იმას რომ დეპუტატი არ შეიძლება ლაპარაკობდე იმას რომ მე მხოლოდ იმას მოგეხმარებით, ვინც პულს ამერიცხავთ და ვინც ხმარ ეს ხო აბსურდია, ამის განხილვა შეიძლება საერთოდ დაუშვა. ხო. ჩვენ საერთოდ მე მინდა აღვნიშნო რა რომ საერთოდ პოლიტიკური მოღვაწეობა თავისთავად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ხო და ახლა ყოფილა სიტუაციები, როდესაც დაუშვათ მე ვიყავი მონაწილე რა პროცესების, როდესაც ну ძალიან დიდი კრიტიკა იყო კონკრეტული პოლიტიკოსების რა, მაგრამ მე ირკვეოდა რომ ეს ამ პოლიტიკოსების მოქმედებები, ხო, ფაქტობრივად, ხო, იყო არა დაუშვათ გაუცნობიერებელი რაღაც შეცდომები, არამედ ისეთი რაღაცა ზეგავლენის ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობდით. სხვა გამოსავალი არ ქონდა იმათ. ხო, იმათ იმ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ქონდა. ხო, ეხლა ერთი არის რომ შენ არ აქვს სხვა გამოსავალი და მეორე კიდე არის ის რომ შენ არ ეძებ აი ამ სხვა გამოსავალს რა, ანუ ხარ განწყობილი იმ მოცემულობაზე რომ აი რაც მოგივა თავში ის თქვა ან ის დაწერო ან ის გააკეთო, ხო? მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული მექანიზმები და მაგალითად ექსპერტიზა, ხო, ესე იგი პოლიტიკური ექსპერტიზა მაგალითად, ხო, ესე იგი ჩვენთვის სამწუხაროდ, ხო, ესე იგი დღევანდელ პრობლემას არ ვიძახი. მე საერთოდ კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ იმაზე, რომ რაღაცა დაუშვათ ახლა კოლეგამ ერთმა გამოყდა ესე იგი პოსტი რომ 22% ტერიტორიის დააკარგვინა ესე 2004-დან 2012 წლამდე ნაცმოძრაობა. ნუ ეს ხო ტყუილი არის, ახლა ეს ხო არ არის მხოლოდ მაგწლების შედეგი, ხო, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი საერთოდ უსუსური წლების განმავლობაში ჩატარებული უსუსური პოლიტიკის. იმათ თავისი წილი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ დაიყვან და არც უნდა დაიყვანო ესე იგი. იმიტომ ეს არის რედუქციონიზმი, ეს არის პრიმიტივიზება, ესე იგი პრობლემის რა. პოლიტიკური პრიმიტივიზმია ქვეყანაში. ამიტომ ეს არ არის კარგი რა, ჩვენ ფაქტობრივად უნდა გავინაცილოთ ეს პასუხისმგებლობა რა. როდესაც შენ მონოპოლიას ხელისუფლებისას ახდენს, შენ საწინააღმდეგოდ მოქმედება აი პოლიტიკოსმა ეს უნდა იცოდე რა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენ თუ არ უნაწილებ პასუხისმგებლობას მართვის პროცესებზე, ყველაფერი მე შენზე გადაწყდება. ამიტომ არის მძიმე ყოველივე გარდამავალი პერიოდი საქართველოს. იმიტომ ჩვენ პასუხისმგებლობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადანაწილება ვერ ვისწავლეთ რა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადანაწილება იყოს ყოველდღიური ამოცანა. ყოველდღე უნდა გადაანაწილო პასუხი, რასაც გასცემს შენი, რაც არა დაკარგულიაო, ხო? გაეცი, მიეცი, ნუ გენანება, ნუ გეშინია. ეგ არის დიდი პოლიტიკური კულტურა, მაგრამ სად არის? ეს შეეხება როგორც პოზიციას, ეს შეეხება რომ უშუალოდ ოპოზიციურ ძალებსაც რა. მაქსიმალიზმი და ბოლშევიზმის ეს ფორმა რა, პათოლოგიური ბოლშევიზმის ფორმა, რომელიც საქართველოს კი მთელ სოფლიოს მოედო. ხო, მთელ სოფლიოს. პანლიბერალური კონცეპტუალური პარადიგმა რო არ ყოფილიყო და კონსერვატორებისთვის დაეტოვებიათ გარკვეული სასუნთქავი ესე იგი საშუალება, ასეთი ტიპის კატაკლიზმები დღეს სოფლიოში არ იქნებოდა, ხო? მაგრამ მოინდომეს ესე იგი მაქსიმალური, ხო? სად გლობალურ დონეზე მოინდომეს, ხო? ეხლა ფაქტობრივად საპირისპირო პროცესს ხედავთ ჩვენ. ამიტომ უბრუნდები ისევ იმ თემას. საქართველოში უნდა გაჩნდეს ესე იგი ძალები ყველა სტრატაში, ყველა უშუალოდ პროფესიულ ჯგუფში ჟურნალისტები ახსენეთ ხებოდოთ, ხო? ჟურნალისტებს შორის დიალოგი უნდა არსებობდეს, მედია დიალოგი უნდა არსებობდეს. აი თქვენ კარგად დაიწყეთ პროცესი, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მედია პასუხისმგებლობას ალბათ ცალკე გადაცემა. ხო, ესე იგი რომ მედიის წარმომადგენლები და რომ იყვნენ წარმოდგენილები რა, გასაგებია რომ ისინი პრესის ქვეშ იმყოფებიან. გვაქვს ჩვენ ახლა ურთიერთობები ნათესაური მეგობრული და ასე შემდეგ, იქითა ფლანგთანაც, აქეთა ფლანგთანაც, იმათამის და დამოუკიდებლობაც ცდილობს მედიაში რომ მიაძვება, მაგრამ ესე იგი მაინც ისეთი პრესი აქვთ რა, იდეოლოგიური პრესი რა,
ისეთი შიში აქვს, რომ ერთ აუდიტორიაში ვერ ჯდებიან. იქნებ უშუალოდ ამ სტუდიაში ვაიც, ესე იგი, მოიდახოს მედია დიალოგის. კარგია. ესეთი უშუალოდ სქემა, რომ დაждენ ჟურნალისტები, დაждენ პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენლები ერთმანეთთან გასხვავებული აზრის ხალხი, რომ ესე იგი შეიქმნას არა მხოლოდ ასე ვთქვათ ისა სინქრონული ასე ვთქვათ ის რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეთანხმებით რამეში, არამედ დერეფანი შეიქმნას იმისთვის, რომ თანაარსებობა შეუძლოთ რა. რატო გუზღუდავთ ერთმანეთს თანაარსებობის შესაძლებლობას რა? აი ამ ქცევებით რა. ხო შეიძლება რომ ყველა მოვილაპარაკოთ ადამიანური ენით თუ ვილაპარაკებთ რა. ყველა საკითხი შეიძლება გადაწყდეს. რა თქმა უნდა. ხო? იმიტომ თუ ადამიანური ენით ვერ ლაპარაკობ, ხო? თუ შოთ არ შეგიძლია რომ შენ გააგებინოს სხვა შენი გულის ტკივილი შენ ესე ვთქვათ ისა და შესაბამისად მოძებნო ისეთი მოგებაზე ორენდო შეიძლება ორივე მოვიგოთ ორივე გავიბადოთ ეს არის კრიზისიდან რომ გადადიხარ შე ფაქტობრივად გამარჯვებაზე ხო აი რასაც ჩვენ ახლა გახსოვთ რომ მაშინ გამოცხადდა გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენია საქართველოს ხელისუფლება და რაღაც საზოგადოებრივი პარლამენტის შექმნის მიმართულებით მივდივართ იქ ყველა კატეგორიის ადამიანია ზოგიერთ იმ შემადგენლობაში თქვენ გილოცავთ ადრეც თქვით და თქვენ დასახელებული ხართ ძალიან ბევრი ვინმეს მიერ და ეს კარგია როცა თქვა ადამიანებს ესეთი სურვილი აქვთ რომ თქვენაირი პიროვნება უნდა იყოს წარმოდგენილი მაგრამ აი თქვენ ნახეთ რომ იმდენად ჭრელია შემადგენლობა აი რომელიც ძალიან ბევრმა გითხრა რომ კი მაგრამ ამასთან რომ ჩვეუნები რომ სწორედ ეს არის თანაარსებობა რომ იქ ყველას უნდა ყავდეს თავის წარმომადგენელი იქ დღევანდელი სოფლის მეურნეობის მინისტრიცაა დასახელებული პირობითად ვამბობ არა დასახელებულია გამგებელი იმისი რა ქვია ზუგდიდის და დასახელებულია დღევანდელი სპორტის მინისტრიც და კიდევ ერთხელ იქ არის ამავე დროს ამ ოცნების პრაქტიკულად მოწინააღმდეგე იქ არის ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე მაგრამ მე გარწმუნებ რომ ისინი საერთოდ მოძებნიან როცა ჩვენ ვაყალიბებთ რომ პრინციპი უნდა იყოს მთავარში ერთობა სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი სიყვარული. თავარი არის ქვეყანა, ქვეყნის ინტერესი. სადაო, სადაც გინდა იქ იყავი იმ პოლიტიკური იმაში. აი თქვენ რაც ბრძანეთ წეგან, აი ნახეთ 2007 წელს ეს ხელმოწერილი მერაბ ბერძენიშვილის სახში შეიქმნეს დოკუმენტი და რეზო ჩხეიძის სახში ხელი მოეწერა. როგორმა ხალხმა მოაწერა ხელი, ესენი ხო პოლიტიკოსები არ არიან, მაგრამ აი რა ურჩიეს რეზო ჩხეიძე, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანურ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ ხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა ესე იგი რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი, რეზო ბალანჩივაძე, ნახეთ რომ გურამ დოჩანაშვილის აქვს თავის მოსაზრებები და ჭაბუ ამირეჯიბს ამასთან დაკავშირებით გამოთქმული. აი ნახეთ როგორი დამწერია ჩვენ გვიდა ყველას უთხრათ, უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. აი ესაც თქვენ ბრძანეთ რა, ანუ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რომ აქვე მინიშნებულია ყოველ დროში სახელმწიფო კაცები, ერის მამა, დიდი ილია და მისი მიმდევრები ფიქრობდნენ ისეთ საქართველოსზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. ხო ყველაფერია ჩამოყალიბებული ძალიან კარგად რაღაც ამის იმით, მაგრამ იმდენად ველური გახდა ეს პოლიტიკური ცხოვრება და იმდენად მოწონს ადამიანებს ის პოლიტიკას, რომელიც იგინება, ილანძღება ვიღაცას წყალში ასხამს, ვიღაცას თავში დაარტყამს და გონია რომ ეს არის კარგი. ეს არის კატასტროფა ნებისმიერი ქვეყნისთვის, არა? ხო, ეს ფაქტორად ეგ არის სცენი, რომელიც მოყვება აი ამ ტოტალიტარიზმის გეთახმები ტოტალიტარული აზროვნების შედეგი არის ყველაფერი, როდესაც დემოკრატიაც კი ვითომ დემოკრატია შეფუთულია იმისთვის, რომ მე მაქსიმალური მონოპოლი ავიღო ყველაფერზე, ხო? ამის ალტერნატივა ხო არის ის და ჩვენ ეს უნდა ვილაპარაკოთ ამაზე რაც შეიძლება მეტი რა ეს არის ტერმინოლოგია რა ტერმინოლოგიური პრობლემა იმიტომ თუ ტერმინი და ცნება არ მოხდა საზოგადოების უშუალოდ სმენაგონების სივრცეში ხო ესე იგი ის ფესვს ვერ გაიგავს რა აი კონსენსუალურ დემოკრატიაზე ვსაუბრობ რა კონსენსუსი უნდა იყოს ფაქტობრივად შემოღებული, როგორც გადაწყვეტილების მიღების გარკვეული წესი, კონსენსუსი რა, როდესაც ესე არ არის რა ის რომ ესე იგი მე უმრავლესობით აგერ შევქმენე, შევთითხნე რაღაცა უმრავლესობა, ხო, ერთმა მეორებმა მესამემ და აი ამით რქებით გამაქ რა, ესე იგი, კარგით რა, რქებს მოგამტრევე რა. დღეს არა ხვალ მოგამტრევე. ასე მოხდა უკვე რამდენჯერმე, მაგრამ მოდი ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და მე მგონი სოლიდარული ვიყავით იმაში, რომ რეალურად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა რომ იყოს ქვეყანაში კონსენსუსი
ყველას აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ რიგითი მოქალაქე დაწყებული, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მასშტაბის, მაგრამ პასუხისმგებლობა აქვს უპირველეს ხელისუფლებას. ამაში საკამათო ხო არ არის. ჩვენ ხო ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ აი დღეს მაგალითად 10-15 კაცს დავასახელებდი მე, რომლებიც აი ამ დაპირისპირებას გაანულებენ პრაქტიკულად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს გაამართლებენ ან გაასამართლებენ, ან ვინმეს ესე იგი ეთქვიან, რომ აი მოდი ძმები ვიყოთ დღეს. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ შეკრა ხალხი და მე რო ვარ ოპოზიცია, მე ვგრძნობდი იმას, რომ ბიჭო, სიმართლე იქეთაა. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მანდამაით რომ მივდივარ ტრიბუნასთან და ვიწყებ ოპოზიციის ლანძღვით, ოპოზიცია მოვიდა და იწყებს ხელისუფლების ლანძღვით. ეს არის დაპირისპირების გაგრძელება. ვინმე შეთავაზა რომელიმე რაიმე პროგრამა და თქვა, მე მივმართავ ყველას, ასე რომ გამოსულიყო და ეთქვა, მივმართავ ხალხს, მივმართავ ოპოზიციას ყველას. აი ჩვენი ამოცანები ამ ეტაპზე. მოდით გავერთიანდეთ ამ ამოცანების ამ იმაში. ვინმე რაიმე თქვა, აბსოლუტურად არაფერი. არა, მე ვთქვი აქ თქვენ გადაცემაში. კი ბატონო, და მაგას ვამბობ მე, მაგრამ თქვენ რო თქვით ეს მე ვალაპარაკობ ხელისუფლება და არა, ხელისუფლება გასაგებია, მაგრამ ვერ მოსთხოვ იმას პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოთხოვოთ ჩვენ, ხო, იმიტომ რომ რეალურად ეხლა ჩვენ ვართ ოპოზიციაში ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც, ხო ესეა? კი, ეგრეა. ესე იგი შესაბამისად უნდა ვიგულისხმოთ. მაგრამ ვართ ხალხთან. ხო, ანუ ოპოზიციური სპექტრი, ხო, მცირე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, ჯგუფები და ისინი არსებობენ, ხო, რომ უნდა შეიქმნას აი ამ ორგანიზაციების გარკვეული ესე ვთქვათ ქოლგა, გარკვეული ესე ვთქვათ გუნდი რა ამ ორგანიზაციების პოლიტიკური გაერთიანების, რომელიც ხელს მოაწერს ესე აი ამ ტიპის აი თანხმობის აი ამ კულტურის, პოლიტიკური კულტურის დეკლარაციას ხელს რა თამაშის წესებზე მოაწერს ხელს, რომ ესე გაჩნდეს პრეცედენტი, რომლის მეშვეობითაც მე ესე იგი აი ეს ძირითადი ძალები ვინც არიან, რომ ესე იგი ანგარიშ გასაწევი გახდეს ესე იგი ნაღდი ჭეშმარიტი სამშვიდობო უშუალო პროცესები რა, ხო? ეს მშვიდობის დერეფნის თემა. თუ მშვიდობის დერეფანი არ შეიქმნა, ხო? ესე იგი ამას ვერავინ არ შექმნის. მე ვფიქრობ, რომ თქვენ და თქვენ გადაცემა კარგი რამე თქვი თქვენ და მე ჩვენ მანამდეც და მე თქვენ რომ ბძანეთ ეს მე თქვი კიდევაც რომ თქვა ძალიან კარგი რამეა და თქვენ ძალიან საინტერესო მოსაზრებები გაქვთ და არა მარტო ქვეყანაში არამედ ქვეყნის გარეთ ძალიან დიდი პატივისცემით ხართ მიღებული პოლიტიკურ წრეებში და მაშინ 18 თუ პირველად 22 ორგანიზაციამ გამოთქვით ეს როგორც კი გაიგო ხელისუფლება მოგვაცილეს უცბად 4 მოგვაცილეს 8, მოგვაცილეს 10, ბოლოში დავრჩით 4 და იმ 4-დან მერე დავტოვეს 2. იმ 2-დან ისიც კიდე აი ხვდებით როგორ არის რა, იმდენად სუსტია ჩვენთან და იმდენად ის არის რომ ადვილი გახდა გადაბირება და პოლიტიკური პარტიებიც კი გადაიბირეს და უთხრეს იმას რომ არ გინდა თამაში, არ გინდა იმაში, მაგრამ ეს გზას ალტერნატივა არა აქვს, ასაც თქვენ ბრძანებთ. მე ამაში გეთანხმებით თქვენ და აი ამიტომ ეხლა მე კიდევ უფრო მეტად დავწუნდი რომ აი ის რაც პატრიარქმა ბრძანა რომ სახელმწიფო კაცების საკრებულო, რომ იმ ადამიანებს 2010 წელში თქვა ეს ქვეყნის აი ვთქვათ საქართველოს ესე იგი პატრიარქმა თქვა რომ მე ვიცი ბევრი ქვეყნის გამოცდილება, სადაც დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებს უნებსაც უკვე ასაკი აქვთ 75-80 და ასე შემდეგ ლაპარაკობს პირდაპირ ასე და არა აქვთ ხელისუფლებაში მისთვის არავითარი სურვილი, აი ამ ადამიანებისგან შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო კაცების საკრებულო, რომლებიც განიხილავენ ეროვნული მიმართულების საკითხებს და რომელიც მიდის პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით და ამას უგზავნიან ხელისუფლებას, მაგრამ ხალხმა იცის რა ურჩიეს ამ ადამიანებმა და რა არ გაითვალისწინებს. თუ არ გაითვალისწინებს, მე იმ ხალხს არ აირჩევენო და რაღაცა. ესე იგი როგორც კიდე ამას საქმეს ჩაუდგა სათავეში ბატონი ჯუმბერ კოპალიანი და მე დარწმუნებულია რომ იმას მიიყვანს ბოლომდე და მეორე არის ეს ხალხის არჩევა საზოგადოებრივი პარლამენტი. თქვენ გაუცდებით აი ბატონო საშა რომ ნახოთ როგორ ხალხს მიცეს რეკომენდაცია, როგორი საინტერესო ადამიანები გამოჩნდნენ და როგორი ისინი მე გითხარით წეღან რომ მარტო თქვენ იმდენად ძლიერი გუნდია ჩამოყალიბებული და აი ახლა ბევრმა უკვე აი გამოთქვა სურვილი და რაღაც მოსაზრებები აქვს მე რატომ მქონდა აი გუშინაც გითხარით როდესაც პოლიტიკური კულტურა არის იქამდე დასული რომ აი ასეთი წერილი გაიგზავნა მე ვამბობ რამდენიმე მოსაზრება ზედაპირულს პირდაპირ უჩანს ჯერ ერთი ეხლა თქვენ
პოლიტიკური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა არის, სად როგორ და იცით და თამარ მეფე ახსენეთ, მე მისი იმით მინდა დავასრულო დღევანდელი ის, მან მეფეთ კურთხევის დროს ვთქვა სიტყვა, მაგრამ ესე იგი რატო ამბობ ამას, რომ ესე იგი აი ამ წერილის მიხედვით თამარ მეფემ ჯერ ერთი დარბაზი რაც შექმნა მან და ის მართლაც პოლიტიკური კულტურის ვებერთელა ეს იყო და თვითონ მეფე ჩაჯდა უხერხემლო მძიმე მდგომარეობაში ხო გახსოვდა რა რას უკეთებდნენ ისინი, მაგრამ ის თვლიდა რომ ეს უნდა გაკეთებულიყო. შორის იგივე პოლიტიკური სისტემა იყო. კონსერვატიული და რესპუბლიკური. მე რეიგანის სიგნი რომ ნახე, წავიკითხე მისის მე უბრალოდ პატივისცემით ვერ, მაგრამ ძალიან ბევრი საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ თქვა კენედის მიმართ და რეიგანის მიმართ ქონდა კაცი, რომელიც მოვიდა, არავითარი ის არ ქონდა, მაგრამ რეიგანო ეკონომიკას შეცვლა შექმნა კაცმა, რატო? იმიტომ ეკონომიკა საერთოდ არ იცოდა, მაგრამ მან მოიყვანა ამ საქმის მცოდნე ადამიანები, ხომ და შესაძლებელი გახდა რომ ამერიკა, მაგრამ როდესაც წავიდა, გახსოვთ რომ როგორი იყო, 70 წლის გასაგში აირჩიეს და 78 წელს რო წავიდა, ამბობს მანქანაში რო ჯდება, მისიქში უწერია რომ ფიქრობდი რომ ეხლაო ყველაზე მეტის გაკეთება შემიძლიაო და რატო უნდა მივდიოდეო? მაგრამ მე რო გავიხსენება, ეს არის დემოკრატიაო. ეს არის დემოკრატია, ამიტომ ამერიკა ძლიერია. გეუბნებიან 10 წელი იყავი, ხო? ადი ეხლა მოვიდე სხვა ვინმე რა, შენს დაინახე, მე გეუბნებით რომ მე გუბერნატორი. არა, წახვიდე, აქ ნახეთ რას მნიშვნელობა აქვს ამ წახვიდეს. კი არ წახვიდე და წახვიდე. რჩები ხო, შენ ფაქტობრივად გადადი იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ფაქტობრივად, ხო, წამგებიანი არ არის. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რისკები მინიმალიზირებული არის ამ სისტემებში, ხო, რისკებია მინიმალიზირებული, ხლა ხო საქართველოში ხო ხდება ეგ მოვლენები, მაგრამ აქ ხდება მტკივნეულად ნამეტად, ხო? ხო და აი ვფიქრობ ბატონო რომ ესე იგი ეს პროცესი, რომელსაც აი თქვენ ხელს უწყობთ რა, თქვენი გადაცემები, თქვენი საქმიანობით, ხო? უნდა სხვა ფენები ჩაერთოს, ხო? გეთანხმებით. ხო, პოლიტიკოსები ვერ ახლა. რა თქმა უნდა, გაწვრა. ესე იგი, იმიტომ რომ იწვევთ პოლიტიკოსებს მეცნიერებათა აკადემია. კი ბატონო. მეცნიერებათა აკადემიას, ესე ვთქვათ, დეპოლიტიზაცია, ხო, ერთია, თითქოს და ესე იგი არ ჩართვა პროცესებში და ისა, მაგრამ პასუხისგებლობას ვერავინ ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისგებლობას. დეპოლიტიზაცია ნიშნავს რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ის არ იყო, ამას უფრო ნიშნავს ამ შემთხვევაში. ადამიანების ურთიერთობა არის პოლიტიკა, როგორც შეიძლება მეცნიერება. გარეგნული დეპოლიტიზაცია და რეალური პოლიტიზაცია ეს არ არის სწორი. იგივე შეეხება ესე იგი ნებისმიერ სხვა სოციალურ ინსტიტუციებს. ეხლა ქართულ კულტურაში, კავკასიურ კულტურაში მოგეხსენებათ უხუცესთა საბჭოები. კი ბატონო, ეს ბრძანა იმან სწორედ პატრიარქმა რო ეს შექმნათო რა. ხო, უხუცესთა საბჭო კარგად დაველაპარაკებით აფხაზებს, ოსებს, ჩრდილოეთ კავკასიას და კავკასიაში. ყველას, ესე იგი, ეს ტრადიციული და არატრადიციული მეთოდები ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული რა, ჩვენი საერთო ინტერესებისთვის. კი ბატონო. შევეშვათ ამ ლანძღვალს ურთიერთაღაზრდას. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არის ყველაზე დიდი უბედურება. გამარჯვებულები გამოვალთ რა საუკეთესოები ვიქნებ. ისედაც ვართ საუკეთესოები ბევრი ასპექტით. მიხარია მე რომ ჩვენმა სპორტსმენებმა მაგალითად ესე იგი დაუბრუნეს საქართველოს გამარჯვების ფსიქოლოგია რა. ეს არის გამარჯვების ის ხოდა ჩვენ დაკარგული ჩვენ გამარჯვების უნარი ახალ გაგვაჭდა რა რამოდენმე წლის წინ ხო ეს იყო და ვაღიაროთ რომ აი ამ სპორტსმენების კასტამ აი ამ სპორტსმენების თაობამ ხო საქართველოს ისეთი დიდი ფსიქოლოგიური ენერგია მიმატა რომელიც ესე მაკომპენსირებული ძალა დიდი მადლობა ყოველივე იმ გამარჯვებისთვის მაგრამ აი როგორც კი შენ დაიწყებ იმის დაბრალებას რომ ჩემ დროს ეს გახდა ჩემპიონიო უკვე დამთავრებული ხარ რა ხელისუფლება რომელიც ამბობ იმას რომ ესე იგი კვარაცხელია კარგად რომ მუშაობს ჩემი დამსახურებაო ეს პირიქით გააკეთე ეს არის ეროვნული სიამაყე უნდა იყოს და არა პარტია იბრალების ეს არის ხო ეს ეროვნული ორგანიზმია ეს ეროვნული ორგანიზმი ასე რეაგირებს მოვლენებზე რა ეხლა ეს არის ისეთი აბსტრაქცია, ეს არის ფაქტობრივად ისეთი მოვლენა, რომელსაც ვერავინ ვერ იბასიზავს რა, მაგრამ აი ეს არის მართლა მადლობა. არა, ზუსტი ხაზგასმა გააკეთეთ და ამის გამოუყენებლობა დანაშაულია. ამიტომ ეხლა თქვათ ისევ ამ იმას რო დაუბრუნდეთ რა. ნუ შეიძლება წერილი გაუგზავნო ყველას. მაგრამ მე ვერც კი წარმომედგინა რომ საქართველოში წაიწერებოდა ის წერილი რომელიც აქ არის, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ წერილი ერთდროულად გაუგზავნო პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს. მე მაგალითად ეს მიმაჩნია რომ ეს რაღაც როდესაც შენ აგზავნი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წერილი დაიწყო იმით რომ მე გამოგიგზავნეთ თქვენ რამდენიმე ხნის წინ წერილი თქვენ ის არ წაიკითხეთ
და ამის გამო ეხლა ღიად მოგმართავ ამ იმას, მაგრამ აი ყველაფერი რო გადადო ამ იმაში 420-მა კაცმა თუ დეპუტატმა თუ კონგრესმენმა დაუჭირა მხარი იმ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებას. ხო მე გულის ვტკენს ის გადაწყვეტილება, მაგრამ როგორ შეიძლება რომ პრემიერ-მინისტრმა უწოდო იმ გადაწყვეტილებას აბსურდული. შენ შეიძლება თქვა მე არ მომწონს კარგი იქნებოდა შევხვედროდით, კარგი იქნებოდა რომ რაღაცა და ესე იგი 420 რად გაიხადე 420 კაცი ვინც ამას აუწია ხელი, ისე აბსურდისთვის დაუჭერია მხარი. პოლიტიკური კულტურა ელემენტი რაღაცა ხო უნდა გქონდეს. ან ამ წერილში წერია მე უბრალოდ ვამბობ რომ მე უფრო ჭკვიანი კაცი მგონია ბატონი კობახიძე ვიდრე ამ წერილში წერია ესენი. და ამ წერილში იცით რა წერია რომ თქვენო ამერიკის პრეზიდენტს ეუბნება რომ თქვენ თანამშრომლობთ არადემოკრატიულ ქვეყნებთანო და ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ჩვენ გვეუბნებით უარსო. ნუ ასეთი წერილში ასეთი რამე დაწერო, ნუ აი ვერც კი წარმომიდგენია სულხან საბაურბელიანი რომ მივიდა ან წერილები სხვაჩორის როინ მეტრეველეს აქვს ქართული დიპლომატია და როგორი წერილები იწერებოდა ჩვენი მეფეები, როგორ წერილებს წერდნენ, როგორ მიგზავნებოდა რაღაცა საშინელი წერილებიც წერებოდა. საშინელიც, მაგრამ რაღაც საშინელზე იღებ ორიენტაციას გაწო. წარსული იმიტომ უნდა გაანალიზო, შენ არ დაიდინო ის შეცდომა და დაწერო უკეთესი, ხო? ხო, მაგრამ ისე კრიზისი, ხო, დაუშვათ ახლა იქ დაშვებულია, ესე ვთქვათ, დიპლომატიის თვალსაზრისით, სხვადასხვა კუთხით, ხო, მაგრამ იგივე იმ პრინციპიდან გამომდინარე, ხო, კრიზისი, ხო, როგორ შეიძლება ახლა ეს წერილი, ხო, აი ამ წერილმა პოზიტიური გამორიცხულია. პასუხი რა მიიღო იცით თქვენ? ხო, არ მძიმე. იმან ერთმა რამდენიმე დეპუტატმა დაწერა, რომ ჯერო ლეგიტიმური გახდით თქვენ, არალეგიტიმურები ხართო. ლეგიტიმური გახდითო და წერა ისავლეთო წერილის და მე გველაპარაკეთო უბრალოდ ამ მდგომარეობაში მე უბრალოდ ვამბობ ერთ რამეს. ის ჩემი პრემიერ-მინისტრიც ხო არ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ხო? მე ხო უნდა მოუთხოვო პასუხი იმას, რომ შენ ასეთ რამეს ნუაკეთებ. ხო არის რაღაც მე პოლიტიკური პასუხისგებლობა, აბა რა არის? მე მაგალითად მახსოვს ერთი რამე მინდა რომ აი მახსოვს რომ რაღაცას რო ვაწერდი ხელს, როგორც მერი ან გუბერნატორი ფიქრობდი რომ აი დიმიტრი კოპალიანი რა სიტყვის ამაზე, ან დავით კვიცარიძე რა სიტყვის, ოტი იოსელიანი რა სიტყვის, აი ვთქვათ რეზო ჭეიშვილი რა სიტყვის, აი ფიქრობ წერილები რა სიტყვიან, მეცნიერები რა სიტყვიან. შენ რაღაცას რო იღებ, ხო უნდა იფიქრო რომ ამ წერილს აწერი იმ ხალხის სახელითაც, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანას ყავს დიდი მეცნიერები, დიდი მწერლები, დიდი წარმომადგენლები, ხელოვნები, ხო უნდა იფიქრო ამ ხალხზეც. მე არ ვიცი, ვისაც ეს წერილი მოწონს, იმას პასუხისგებლობა არ გააჩნია. მე ხო არ გეუბნებით რომ წერილი არ მიწეროთ, პირიქით მიწერეთ, მაგრამ ის კი არა რომ დაჩოქილი ვიყოთ რომ ესე იგი მე გამოგიგზავნეთ, არ წაიკითხეთ, ახლა კიდე მეორეს გიგზავნით თქვენ, ნუ არ ვიცი რა ამ წერილში ადგილი ვერ ვნახე რომ პოზიტიური მხოლოდ კობახიძის პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს გეთანხმები და ეს არის სტილი, რომელიც ფაქტობრივად ქართული სტილიც არ არის, მე მინდა გითხრათ. გეთანხმები. ეს არის მე რომ გავიგე ამ წერილის თაობაზე, ხო, მომეჩვენა რომ ზელენსკის ეს არის ასე თქვა. ზელენსკი არის ტალღაზე რა, შესაბამისად ზელენსკის მოусმენენ. ზელენსკის პოლიტიკური ხულიგნობაც კი მუშაობს რა. ზელენსკის პოზიციამდე ან იმაში ასე თქვა მდგომარეობამდე მერტმა არავინ არ მიიყვანოს რა. მერტმა არავინ მდგომარეობაში ამ ტრისას. ხო, მაგრამ უბრალოდ არ არის რა ამის საჭიროება რომ ესე იგი იმის თამაშით ითამაშო. ეთახმები. იმის ის გააკეთო. იქნებ უშუალოდ ახლა ისეთი გარემო არის რა, ახლა თვითონ კობახიძის გარშემო, ხო მე ვიცი ესე იგი იგივე ეროვნული დემოკრატიული პარტიის იბებს რომელებიც ფაქტობრივად საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს ინტელექტუალური და შესაბამისად ესე იგი მარტო არ უნდა დარჩეს რა აი უკვე როცა პასუხისმგებლობაზე და გადანაწილებაზე ვსაუბრობთ ხო მანდაც არ უნდა იყოს მარტო აი იმიტომ რომ ნუ არ უნდა იყოს თავის თავზე ისივე თავისი პოლიტიკური უსაფრთხოებისათვის რა აი ეს არის რა მაგრამ ნუ აი პროცესი უნდა დაიძრას და კონსულტაციების არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემა პარალელურად დღეს პოლიტიკური სისტემა ბატონ თემური არის პარალიზებული საშინელებაა ეს პარლამენტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს რა არ ფუნქციონირებს ვერცი ფუნქციონირებს ერთპარტიული პარლამენტი რომ შეიძლება ფუნქციონირებს ერთპარტიულმა პარლამენტმა შეიძლება სწორი ნაბიჯები გადააყენოს ნუ მაგრამ რომელი კანონი ყველა კანონი ესე იგი გააუარესეს რასაც სულიან და თქვენ წეგან კარგად თქვით რომ ცვლილებები იმიტომ კი არ არის მე მაგალითად ვიყავი მერი გუბერნატორი ხომ რომ წავედი მერობიდან 4 წელი ვიყავი სულ მერი მაგრამ ეხლა ჩაატარეს გამოკითხვა
დახურული გამოკითხვა ჩაუტარებია და მეუბნებიან ახლა თუ 90% ლაპარაკობს ჩემს მიმართ პოზიტიურად და ითხოვს რომ ეხლა ეს ხო კატასტროფაა ქვეყნისთვის რომ მე 97 წლის დასაწყისში წავედი ქალაქის მერობიდან ნორმალური ქვეყანა არის ის ქვეყანა სადაც ყოველი მერი მის წინაზე უკეთესია ან რაღაც გამონაკლისი შეიძლება იყოს მაგრამ აბსოლუტურად უმრავლესობა უკეთესი უნდა იყოს მის წინაზე ხომ ესე იგი ერთ კაცს იხსენებ მარტო და იგიც რომელიც 27-28 წლის წინ წავიდა ეს ერთის მხრივ კატასტროფაა ნუ ამას ვამბობ პირდაპირ რომ იმაზე ხომ კატასტროფაა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ რეალურად როდესაც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდი როდესაც ეს სიტუაციაა ქვეყანაში და როდესაც ეს პოლიტიკური ჩამოყალიბდა რაღაცაზე ხო უნდა დაფიქრდე ხომ არ შეიძლება რომ ყველა შენი მტერია ანუ ეხლა გამოვიდა რომ ესე იგი ვიღაცას გონია რომ ბიძინე ავანიშვილის მტერი ხარ ბიძინე ავანიშვილის ყველაზე მეტად მტრობს ის ვინც ელაკუცება ვინც ტაშს უკრავს ვინც ეუბნება რომ გენიოსი ხარ შენ ეს ხარ შენ ის და გარეთ ხო ვიცით რას ლაპარაკობს თქვენ ციცით და მეც ვიცი არა მაგალითად უფრო უარესად ვერ ვილაპარაკებ როგორც მის გარემოცვაში რო არიან და ამბობენ სუვერენებული რამოდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა სუვერენიტეტის თემაზე რა იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგია რა ესე იდეოლოგიური გარკვეული кейსი ესე იგი რაში მდგომარეობს რომ ესე იგი ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ სუვერენურობა და ეს აბსოლუტურად ნორმალური მოთხოვნა არის ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები მაქსიმალურად ყველა მაგრამ ვის აქვს ეს სუვერენობა მაგრამ ესე იგი სუვერენობა აბსოლუტური არ არსებობს რა არ არსებობს ყველა ვართ ერთმანეთზე დამოუკიდებლები აბსოლუტური თავისუფლებას არ არსებობს ფილოსოფიური კატეგორიით რომ შევხედოთ ამიტომ ესე იგი ჩვენ ფაქტობრივად ხო ესე ეს სუვერენობა გვინდა მაგრამ ანგარიში უნდა გაუწიოთ აი ამ ძალებს ამ ყველაფერს და ვფიქრობ რომ აი ეს დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე, სუვერენიტეტის ფსიქოლოგიაზე რა უნდა იყოს ჩვენ არ უნდა გადავარდეთ იმ აპარტავნებაში ისევ და ისევ რა მომიტევეთ ამას რომ ხმარო ხშირად ამ სიტყვას ხო ესე იგი რომ დავიჯეროთ რომ იმდენად ვართ ძლიერები რა რომ ძლიერს სილა გავარტყათ რა აი ამაში არ უნდა გადავარდეთ რა და თან კიდე იმიტაცია არ უნდა გავაკეთოთ ხო ესე იგი ანუ ჩვენი პოლიტიკა არ უნდა გავაფარჩაკოთ რა ხო გეთახმები აი ეს არის ჩვენ ფაქტობრივად სიძლიერეს უნდა ვხედავდეთ ჩვენ სისუსტეებში სისუსტე პატარები ვართ მაგრამ სხვა თვისობრივი მონაცემები მე ამ წერილმა ჩემთვის გამაკეთებინი ერთი დასკვნა მე არ გთხოვთ რომ თქვენ თუ თulit საჭიროდ გააკეთეთ კომენტარი თუ არა და მე გამაკეთებინი ერთი დასკვნა რომ ამ წერილით ჩვენ ველაპარაკებით ამერიკასთან ჩვენ აღარ გვინდა ურთიერთობა და ეს წერილი არ არის რომ ურთიერთობა რო გინდა ქვეყანასთან ამ წერილს არ უწერ ანუ შენ ვისთანაც გინდა ურთიერთობა იმ ქვეყანამ დაგიწერა ეს წერილი ამიტომ ამერიკას ეუბნები ამ წერილით რომ შენთან ურთიერთობა არ მინდა მაგრამ ამას გამოიყენებ როგორ ქართველ ხალხს ეთქვი ხედავთ ერთი წერილი გაუგზავნეთ არ წაიკითხეს ეხლა მეორე წერილს ვაგზავნით არაფერი და ამიტომ მე უნდა წავიდე და მე მირჩევნია ვიყო კარგად ჩინეთთან ირანთან რუსეთთან მოდით ლუფტი დაუტოვოთ ბატონ ერაკლი კი ბატონო დაუტოვოთ მაგრამ ეს არის მისი ფაქტობრივად პირადი წერილი ბატონ თებურ ესე იგი ხო მაგრამ პრემიერ-მინისტრის წერილი გასაგებია მაგრამ ეს არ არის ისეთი რამ სტილით ჟანრით და ყველაფრით ეს არ არის ოფიციალური და თქვათ წერილის ის არა აქვს ამას ფორმა პრემიერ-მინისტრს ვარ მოეწერა ხელი და ეთქვა რომ მე როგორც ირაკლი გოგოჩიძე წერ ეს არის თავარი შეცდომა თქვათ ასე რა ხო ესე იგი ამიტომ ლუფტი დაუტოვოთ ასე თქვათ იმისთვის რომ ასე თქვათ არ არის ლუფტი კი არა ყველაფერი დატოვებული აქვს ხო არა კი ბატონო იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად ჩვენ უნდა ერთმანეთს გავუგოთ რა იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ განწყობილები ესე თქვათ კონფრონტაციის იმით და იმით ერთმა დაგვიფაროს გვინდა რომ იყოს უფრო უკეთესი თუ დაგვარწმუნებენ რომ აი აქ რაც წერია ესა უკეთესი ჩვენთვის შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეიძლება ჩვენ ვწდებოდეთ იმიტომ არა ვართ ინფორმირებული ყველაფერზე რა ხო მოახდინოთ ჩვენი განათლება და ინფორმირება პოლიტიკური განათლება ქვია ამ პროცესს რა გაგვანათლოთ რომ დავწმუნდეთ იმაში რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა გიბრუნებ ახლა ასეთ რამეს რომ როდესაც შენ ეუბნები იმას რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტს რომ შენ წერილი გამოგიგზავნე და არ წაიკითხეო და ამ დროს მე გეუბნებით რომ ახლა გვარებს შემიძლია დავასახელო 30-მა მეცნიერმა რომ მოაწერა ხელი და გამოგიგზავნა წერილი და 2 წლინახევრის წინ და პასუხიც არ მიუღია მე ამაზეც ვითხოვ პასუხს და ვამბობ იმას რომ როგორ შენი ქვეყნის მეცნიერებს რეზო ერთხელ მითხრა მერაბ ბერძენიშვილმა მე აღარავის აღარ გაუგზავნე წერილს არ მოვაწერ ხელს და რატომ მეთქი
მეო მეგონაო რომ წერილი დავწერეო გამოაქვეყნე საქართველოს რესპუბლიკაშიო იქო ფული მომთხოვესო ფული გადავიხადეო და მეო მეგონაო იმაშიო რომ ესე იგი ამ წერილსო თავრობის ხთომაზე მაინც განიხილავდნენ თუ თქვათ უფრო დიდი მასეო და მეგონა რომ მეორე დღეს ზარები ატყდებოდა რომ ბატონო მერაბ თქვენთან შეხვედრა გვინდა რაღაცა არც კონფრონტაცია მქონდა არც არაფერიო და ესე იგი მერაბ ბერძენიშვილთან და არ მოაწერა წერილს ხელი და მე მაგრამ ყველა მოაწერა ხელი ვინც გითხარით დანარჩენმა რეზო ჩხეიძემ არნოლდ გეგეჭკორმა ანზორ ერქომაიშვილმა და წავიდა პრემიერ-მინისტრის ამ წიგნში შეტანილი ეს წერილი ესე იგი 24 წერილი დაითვალა ცნობილი მეცნიერების მიერ ხელისუფლებაში ოცნების მოსვლის შემდგომ ანალოგიური იყო სააკაშვილის დროს ოცნების მოსვლის შემდგომ 24 წერილი რომელსაც ცნობილი მეცნიერები აწერენ ხელს და არავინ არ იკადრა რომ ერთი წერილი თუნდაც იმის ნიშანი მიეცა რომ წავიკითხეთ აი ეს არის უკვე პოლიტიკური კულტურა კი აღარ არის მე აი ეს ხო გაღიზიანებს თავისთავად მე მაგალითად როდესაც მეცნიერებათა აკადემიის წინა პრეზიდენტებს და ასე მივედი და უთხარი რომ კი მაგრამ რა ხდება მეთქიოცო თუ ხელისუფლება იმას აკეთებს რასაც თქვენ ურჩევთ მაშინ რაც გვინდა ასეთი მეცნიერება თუ თქვენ ურჩევთ და ისინი არ აკეთებენ რა გინდათ ასეთი რა გვინდა ასეთი ხელისუფლება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ამამიღო ერთი 30 წერილი და მითხრა აი წაიკითხეო ნახე სასაული წერილები გადავხედე და მითხრა არც ეცე პასუხი არ მიგვიღეო თქვენ წარმოგიდგენიათ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ხელმოწერით უფრო მეც გეტყვით გაიგზავნა და უთხრესო კანონი რომელიც არის განათლებაზე მიღებულიო ამ კანონში შეიტანეთ ცვლილებებიო და არაფერი მე იწვალეს და რაღაც შევიდა პარლამენტში და დატოვეს იგივე რაც ხონდა მიღებული ესე იგი ნაციონალურ მოძრაობას კატასტროფა რა არის ამ ორი პარტიის ბრძოლას ეწირება ჯანსაღი ძალები ქვეყანა თუ ვერ მიხვდა იმას რომ ამ ორი პარტიის გარეთ და საერთოდ პოლიტიკური პარტიების გარეთ უფრო საინტერესო ხალხია მომავლის საქართველოში ვიდრე პოლიტიკურ პარტიებში რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებში არის ნეობის დეფიციტი და ნეობრივ ადამიანებს არ უნდათ პარტიებში შესვლა თქვენ დღეს ძალიან ბევრი აი რო შევთანხმდეთ ეხლა ჩვენ ვთქვათ რომ კარგი იქნებოდა ესენი რო ყოფილიყვნენ პარტიაში და თქვენ რომ მიხვიდეთ რომელიმე შეიძლება გითხრას რომ ბატონო საჩა ჭკვიანი კაცი მეგონებო და შეიძლება არც დაგელაპარაკოს რატომ აი როცა ეს ჩამოყალიბდა პარტიების მიმართ ამიტომ ვამბობ ჩვენ ამ ეტაპზე ქვეყნის გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის პარლამენტში ხო ანუ მე ურჩევ ყველა პოლიტიკურ ძალას რომ შეეშვან პოლიტიკურ სეპარატიზმს რა ეგ არის დღეს მივაკერე ეს ტერმინი და იცოდნენ რომ პოლიტიკური სეპარატისტები არიან რა კარგი რამეა პოლიტიკური სეპარატისტები და შეეშვან ამ პოლიტიკურ სეპარატიზმს დაიწყო თანამშრომლობა სათაურიც უნდა გავუკეთოთ დღეს პოლიტიკური კულტურა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ანუ უპასუხისმგებლობაა ის რომ პოლიტიკური სეპარატიზმია პარტიებში ეგ არის კატასტროფა ეხლა მე რაც ერან გითხარით აი კიდევ ისე რადგან თქვენ თავმჯდომარეები ახსენეთ ისედაც მინდოდა ბოლოსკენ იმიტომ აქვს ეს სიგნი მაგრამ აი ეს არის მეფეთ კურთხევის დროს სიტყვა მე ხშირად ვკითხულობ ამას მაგრამ ხვალ ოჯახის დღე არის მაგრამ აი ნახეთ ოჯახის დღესაც როგორ ეხმიანება ნახეთ რას ამბობს მეფე შიშველ მოვალ და შიშველადვე მეგულების გასვლა ამიერ სოფლით ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება არ არის აქ ჩემი საკუთრება და სამეფო ჩემი კუთვნილებაა თქვენივე მე ამამაღლა განგებამ მისთვის რომ თქვენ და საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას უძლური დედაკაცი მეფეწერს თამარ მეფეწერ უძლური დედაკაცი თუ არა თქვენის დახმარებით და თანამშრომლობით პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გასწვილო ხედავთ თავარო მეომარნო მომეცით შეძდება რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად მე მივყოფთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ წმინდა მამებო ნახეთ რა სიტყვებია რადგანაც თქვენ როგორც სასულიერო წოდებას გაწევთ ორგვარი მოვალეობა ხორციელი და სულიერი რისთვისაც მოგელის ორკეცი მადლობა აქ მეფის და იქ ზეციური კურთხევა ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო შემიწყვეთ ხელი რომ მივსცეთ გზა და განი ნახეთ როგორ აყალიბებს სწავლას შრომას ნიჭს და რომელთაც ქვაკუთხედათ უნდა დაედვა საერო სიყვარული ეს არის
აი ანალოგიური სიტყვა სოფლიო ისტორიამ რომელიმე მეფეს კურთხევის დროს ან კიდე პრეზიდენტად მისი იმის ან კიდე ვთქვათ იმპერატორის ნებისმიერი იმის დროს რომელიმეს ეთქვა აგერ გვაქვს პროგრამა აქვს ჩამოყალიბებული არა პროგრამას თანაც ჩვენ რო გეგონა რომ სწავლა ის აგერ ჩვენ მეფეს როდის უთქვამს რომ სწავლა პირველი ეს არის რომ აი აღვნიშნე რომ მის ეპოქის დროსაც იყო ეს პოლიტიკური და რესპუბლიკური და ვთქვათ კონსერვატიული მეფე ინსტიტუტი თავისი ხო თავისებურად ესე იგი მონარქიული ხო სისტემა ხო კიდევ ერთი მექანიზმი არსებობდა რა რომელიც მოშალეს და არეგულირებდა ამ სისტემას და ძალიან კარგი საუბარი შედგა მე ყოველთვის ამაში ოდნავ არ მეპარება ეჭვი როდესაც ასეთ განათლებულ ინტელექტუალურ კაცთან და არა მარტო ქვეყანაში ქვეყნის გარეთ რომელსაც ძალიან დიდ პატივს მიაგებენ და მე ვთვლი დიდ შეცდომას რომ ასეთი ადამიანები აი სწორედ ასეთი ადამიანები უნდა წერდნენ კანონებს უნდა იღებდნენ აი ამიტომ იქნება ეს საზოგადოებრივი პარლამენტი აი სწორედ ამ საზოგადოებრივი პარლამენტის ერთ-ერთი ღერძი და ღირსეული კაცი ბატონი საშა რუსეცკი გახლავთ პოლონეთი დღეს ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს პოლონური ფესვებით და დიდი ქართველი და ძალიან განსაკუთრებული განწყობით დიდი მადლობა თქვენ და მაგრად იხავით მადლობა ბატონო